მოგესალმებით მეგობრებო, გთავაზობთ ახალ საჯარო გაშლას. დღეს არის 25 მარტი, მზის სრული დაბნელება ვერძის ნიშანში. მოდით ვნახოთ სამშეკითხვიანი საჯარო გაშლა, რომელიც მოიცავს შეკითხვებს, რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაქვს ამ დაბნელებას ჩემთვის, რა ახალი ციკლი იხსნება ჩემს ცხოვრებაში და რა უნდა გავუშვა, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს. გვაქვს ჩვენ წინ ორი ვარიანტი, თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ ერთ-ერთი, რომელიც გნებავთ. თუ კი აერჩიეთ პირველი ვარიანტის შემთხვევაში, ვნახოთ პირველ შეკითხვაზე პასუხი, თუ რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაქვს ამ დაბნელებას თქვენთვის. ჩვენ ამოგვივიდა 6-იანი ხმალი. იმედია ჩანს კადრში. თუ ირეკლავს ერთი წამით. 6-იანი ხმალი, რაც წარმოადგენს ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლას. ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სიტუაციას. შეიძლება ეხებოდეს ძველი ტკივილების და დაძაბულობის დატოვებას. თუ არ იცით, საიდან მოდიხართ და რა სტოვებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ რაღაც ძველს აუცილებლად ტოვებთ. ძველს ის, რაც უკვე აღარ გჭირდებათ, აღარ გამოგადგებათ და მიდიხართ წინ. ფიქრობ თქვენთვის საჭირო იქნება, რომ დაფიქრდეთ, საით მიგიწევთ გული და რა გინდათ, რომ მოიტოვოთ ამ დაბნელების პერიოდში უკან. მეორე შეკითხვა განვიხილოთ. რა ახალი ციკლი იხსნება თქვენს ცხოვრებაში? ახალი ციკლი თქვენს ცხოვრებაში ამოგივიდათ არკანის შეყვარებულები. ეს შეიძლება მიუთითებდეს ახალ ეტაპს ცხოვრებაში, თქვენს მიღწევებში ან ურთიერთობებში. შეიძლება იდგეთ რაიმე გადაწყვეტილების წინაშე, საკუთარ თავთან მიმართებაში ან რაიმე აზრთან და დამოკიდებულებასთან მიმართებაში. თქვენ უნდა იყოთ გულწრფელი პირველ რიგში საკუთარ თავთან. უნდა იპოვოთ შინაგანი ჰარმონია და გააკეთოთ არჩევანი, რაც ყველაზე მთავარია და რასაც გვეუბნება ეს კარტი, აუცილებელია არჩევანის გაკეთება. ან ურთიერთობას უნდა მისცეთ ახალი შანსი, ან თქვენს თავს უნდა მისცეთ ახალი შანსი. ვფიქრობ, გირჩევნიათ დაფიქრდეთ, როგორ და რა გზით გააკეთოთ არჩევანი, რომ თქვენი ცხოვრება წაიყვანოთ სწორი გზით და რაც მთავარია, თქვენთვის იყოს კომფორტული და უკეთესი ვარიანტი. მესამე შეკითხვაზე პასუხი. რა უნდა გავუშვა, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს? ათიანი კვერთხები. ათიანი კვერთხები ნიშნავს ძალიან დიდ ტვირთს და პასუხისმგებლობებს, რომლებსაც შეიძლება ატარებთ. შეიძლება ისეთი ვალდებულებები გაქვთ, ან ემოციური ტვირთი გაქვთ, რომლის ტარებაც გიჭირთ და გიმძიმთ. ათიანი კვერთხი გვეუბნება, რომ ეს ტვირთი უნდა ჩაიხსნათ. უნდა მიხვდეთ პირველ რიგში თუ რა გაწუხებთ, რა წარმოადგენს ამ ტვირთს, რომ შემდეგ დაასრულოთ, დაამთავროთ და ასე ვთქვათ, შვებით ამოისუნთქოთ. თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის
მთავარი მესიჯი იყო ის, რომ დაბნელება დაგეხმარებათ, რომ ძველი ტკივილები, ძველი ტვირთი დაძაბულობა გაუშვათ, იპოვოთ შინაგანი ჰარმონია ურთიერთობებში, ასევე საკუთარ თავში და მოიხსნათ ზედმეტი პასუხისმგებლობები. ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაქვს ამ დაბნელებას თქვენთვის? ამოგვივიდა შვიდიანი თასების არკანი. შვიდიანი თასები ეს გვეუბნება, რომ დაბნელება ჩვენ გვაძლევს უამრავ ვარიანტს. მათ შორის ზოგიერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ილუზორული, ასე ვთქვათ, გვეჩვენებოდეს, რომ იქ რაიმე კარგი შეიძლება იყოს, თუმცა მის უკან საფრთხე იმალებოდეს, გაურკვევლობა, გადაჭარბებული ოცნებები, ან ფოკუსის დაკარგვაც კი შეიძლება იყოს. თუ თქვენ ამჟამად არ იცით, როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ, ამასაც შეიძლება ნიშნავდეს. უნდა დაფიქრდეთ, სად შეიძლება ცდებით და რომელი არჩევანი არის რეალურად ილუზორული და რომელი არჩევანი მოგცემთ რეალურად ძალიან კარგ შედეგებს. დაუკვირდით თქვენს ქვეცნობიერს, თქვენს სულიერ სიღრმეში თუ ჩაიხედებით, აუცილებლად მიაგნებთ იმას, თუ რა არის თქვენი წარმოსახვის ნაწილი და რა არის რეალურად უფრო მართალი და გამართული. მეორე შეკითხვა გქონდა, რა ახალი ციკლი იხსნება ჩემს ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში. ახალი ციკლის გახსნასთან დაკავშირებით ამოგვდის არკანი იეროფანტი, რომელიც წარმოადგენს მაღალ არკანებს შორის. ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ახალ სიღრმისეულ ეტაპს, რომელიც მოიაზრებს ცოდნის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს პირველ რიგში სულიერი განვითარება და ღრმა კავშირი საკუთარ სულთან. შეიძლება უფრო მეტად შეისწავლოთ ფილოსოფია, რაიმე სახის სამეცნიერო დარგი, ან იპოვოთ ისეთი მასწავლებელი, ვინც თქვენ გჭირდებათ, ვინც გასწავლით ისეთ ტექნიკებს, რომელიც დაგეხმარებათ და გამოგადგებათ. ვფიქრობ, უნდა დაფიქრდეთ, რა უნდა ისწავლოთ ამ რთული პერიოდისგან, ამ არჩევანისგან და სად შეიძლება რომ მიიღოთ უფრო სიღრმისეული ცოდნა საკუთარ თავზე ან საერთოდ სამყაროს შესახებ. რა უნდა გაუშვა, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს? არკანი მზე. რა უნდა გაუშვათ, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს? პირველ რიგში უნდა გაუშვათ თქვენი დაძაბული ემოციები და უნდა გადახვიდეთ უფრო ლაღ და მშვიდ ემოციებში. უნდა გამოაჩინოთ თქვენი საკუთარი თავი. შეიძლება თქვენ არ გიყვართ საკუთარი თავის გამოჩენა მეგობრებში, ახლობლებში, გირჩევნიათ სახლში თქვენთვის კომფორტულად ყოფნა, მაგრამ უნდა გამოჩნდეთ, უნდა გამოაჩინოთ თქვენი ნიჭი, თქვენი შესაძლებლობები, თქვენი პროფესია, ყველაფერი უნდა გამოაჩინოთ, რასაც წარმოადგენთ. უნდა გახდეთ უფრო მეტად გულწრფელი. არ უნდა დამალოთ ის ოცნებები და ის მისწრაფებები, რაც თქვენ გაქვთ და რაც მართლა გულით გინდათ. ვფიქრობ, უნდა დაფიქრდეთ, თქვენ ზედმეტად ხომ არ აკონტროლებთ საკუთარ თავს, ზედმეტად ხომ არ აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს და ვფიქრობ, ტაროს კარტი გვეუბნება, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ თქვენს ბედნიერებას, ბედნიერად ყოფნას და არა კონტროლს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში თქვენი მთავარი მესიჯი დაბნელების 25 მარტის დღესთან დაკავშირებით არის, რომ დროა ილუზიებიდან
გამოხვიდეთ, თქვენი გონება გაასუფთავოთ იმ ილუზიებიდან, რომლებსაც შეიძლება თქვენ თავად ქმნით, ან თავად სიტუაცია გიქმნით ილუზიებს, რეალური არჩევანი უნდა გააკეთოთ თუ რა გსურთ, სულიერი განვითარება უნდა დაიწყოთ და დროა რომ სწავლისკენ გადადგათ ახალი ნაბიჯები და უნდა მისცეთ თავს უფლება რომ გამოჩნდეთ, გამობრწყინდეთ და თქვენი სინათლე, თქვენი ცოდნა და თქვენი ნიჭები და შესაძლებლობები გამოავლინოთ. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.